მოგესალმებით ყველას. მინდა მოგასმენინოთ ერთი ახალგაზრდა კაცის საუბარი. არის ასეთი ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ლუკა, რომელიც ბოლო დროს გამოირჩევა ბიბლიაზე საუბრით, სხვადასხვა განმარტებებით, ასე ვთქვათ, ასევე და მე მინდა მოგასმენინოთ ერთ-ერთი მისი განმარტება, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე ეხება საპატრიარქოს მღვდლებისთვის მამის დაძახებას. და ეს ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს, რომ ბიბლია გამოიყენოს იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გაამართლოს ამ მღვდლებისთვის მამაოს დაძახება. მე მინდა ახლა მოგასმენინოთ ეს ჩანაწერი, ამავე დროს ამასთან ერთად ასევე მოგასმენინებთ საპატრიარქოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის საბა ჭიკაიძის ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაღებულ ვიდეოს, აი მასაც მოგასმენინებთ და უკვე შემდგომ გავაკეთებ ზუსტადაც რომ ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტებას რატომ უწოდებდა პავლე მოციქული შვილებს, იგივე ტიმოთეს და რატომ მოიხსენიებდა პავლე მოციქული საკუთარ თავს მამად, თქვათ და იგივე კორინთოელი ქრისტიანების მამად რატო უწოდებდა, რატომ მოიხსენიებდა საკუთარ თავს პავლე მოციქული. გთხოვთ ახლა ეს ჩანაწერები ნახოთ და შემდგომ დაელოდოთ ჩემს ვიდეოსაც. მამა არ უწოდო, არავისო პირდაპირ თქვაო ქრისტემოს ახარებაშიო და რატომ უწოდებთო მამაოებსო. ანუ პირველ რიგში ამისთვის უნდა გავიგოთ, ანუ მთელი ბიბლია ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია არ შეიძლება იყოს კონტრადიქტარული, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო. ანუ არ შეიძლება მაგალითად იოანეს სახარებას, აი რასაც ციტირებ, მაგას ეწინააღმდეგებოდეს პავლე მოციქულის ეპისტოლეები და პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში, მაგალითად ფილიმონთან პირველი თავის მე-10 მუხლში, გალატელთან მე-4 თავის მე-19 მუხლში, პირველი ტიმოთეს პირველი თავის მე-2 მუხლში საკუთარ თავს მამას უწოდებს და მამად მოიხსენიებს, მაგალითად გალატელებში შვილებო ჩემ ნოკლავ ვიტანთ კიუს ეს რაღაცას რომ ამბობს და შესაბამისად აქ უნდა გავიგოთ რეალურად კონტექსტი, რას გულისხმობს მამა არ უწოდო ქრისტე. ანუ ღმერთის სიტყვა ებრაულ ტრადიციაში პრედომინანტულად მიუთითებდა ზეციურ მამაზე, ანუ არავინ გააღმერთოთ ჭეშმარიტი ღმერთის გარდა და არა ის რომ მე ხომ არ შემიძლია მამაოს მამა უწოდო. პავლე მოციქული მიმართავს მაგალითად ტიმოთეს თავის მოწაფეს. მისდამი გაგზავნილ ეპისტოლეში. ესე იწყებს პირდაპირ შვილო ტიმოთე. მე მინდა ვკითხო აი ესეთ მოაზროვნეებს, რომ ეხლა თუ კი შვილია ტიმოთე, პავლე მოციქული არ გამოდის მისთვის მამა? იგივე პავლე მოციქული, როდესაც ესაუბრება ადამიანებს ეუბნება, რომ დაღათუ მრავალ მზარდულ გესხნეს ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამაო. რამე თუ სახარებისა მისგან მეგშვეთ თქვენო. ანუ რას ამბობს ნახეთ? შეიძლება ბევრი მასწავლებელი ყავდეთო თანამედროვე ქართულით რო გადმოვთარგმნოთ. ბევრმა რაღაცა დაარიგება მოგცეთ, რაღაცა გასწავლოთო, მაგრამ დაიმახსოვრეთო, რომ მამა ერთი ყავთო და მე ვარო ეს მამაო, იმიტომ რომ მეგშვითო თქვენო ქრისტეში. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ახალგაზრდა კაცი ლუკა მოქცეული არის საპატრიარქოს ორგანიზაციის გისოსებში და ამიტომაც აქვს მას ასეთი შევიწროებული გაგება აი ამ კუთხით და ამიტომაც იგი, ასე ვთქვათ, აი საპატრიარქოს ორგანიზაციიდან ამოდის ეს კაცი, ეს ბიჭი და ცდილობს, რომ რაღაცა მაქინაციებით, ასე ვთქვათ, ძალიან იაფასიანი, რა თქმა უნდა, მაქინაციებით გაამართლოს საპატრიარქოს ორგანიზაციის აი ეს სწავლება, რომ მათ მღვდლებს მამაო უნდა დაუძახონ რიგითმა ადამიანებმა. ეს ბიჭი, ეს კაცი ახალგაზრდა და ბიჭს იმიტომ ვეძახი, ესე იგი, ამას შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად, ეხლა ამ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა მთავარი რა არის? სინამდვილეში რას გველაპარაკება ღვთის ბიბლია ამასთან დაკავშირებით, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც ახლა ჩემს
საუბარში დავეყრდნობი მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიას და არა ადამიანურ განმარტებებს. საქმე იმაშია, რომ ბიბლიიდან ძალიან ცხადად იკითხება ის, რომ უფალმა იესომ პავლე მოციქულის და სხვა მოციქულებიც დაადგინა იმისათვის, რომ მისი ამბავი, ესე იგი იესო ქრისტეს ამბავი უნდა ეხარებინათ სხვადასხვა ადამიანებისთვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის. რა ამბავია ეს? ეს ამბავი არის ის, რომ ესე იგი იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და თავისი მკვდრებით აღდგომით ჩვენ გაგვათავისუფლა ცოდვისგან, აი ცოდვისგან, რა ცოდვაც მოგვდებს ჩვენ დაწყებული ადამიანიდან, ესე იგი ადამი ჩვენი პირველი წინაპარი, რომელიც ღმერთის სიტყვის დარღვევის გამო დაეცა ცოდვად და აიქიდან შემოვიდა სიკვდილი, ესე იგი ცოდვის შედეგი არის სიკვდილი და ამავე დროს ადამიანიდან მოყოლებული ადამიანებს გაუჩნდათ მრავალი პრობლემა. ესე იგი ადამიანის ცოდვად დაცემის შემდეგ ღმერთმა თვით ედემის ბაღშივე დადო ასეთი დაპირება, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ქალის თესლისაგან შობილი პიროვნება იმ შემაცნენელ გველს, ესე იგი ეშმაკს თავს გაუჭეჭყავდა და აი ამგვარად მოხდებოდა მისი განეიტრალება. და შესაბამისად ჩვენც ცოდვისგან გამოგვისყიდდა. ეს დაპირება და ეს აღთქმა ჩაწერილი არის ბიბლიაში, ბიბლიის პირველივე წიგნში, დაბადებაში, დაბადების მესამე თავის მე-15 მუხლში არის ეს ჩაწერილი. ესე იგი, იესო ქრისტეს მოსვლაზე პირველი დაპირება დაიდო სწორედ ედემის ბაღშივე, ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ ადამი და ევა გამოიდევნებოდნენ ედემის ბაღიდან. და დადგა ეს სანატრელი დროც, როდესაც აგერ ღმერთის აღთქმისამებრ ქალწული მარიამისგან, აგერ დედაკაცი იყო ხო ეს ქალი, ქალწული იყო ამავე დროს, აი მისი თესლისაგან ხორციელად იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც თავისი ჯვარცმით, ესე იგი თავისი ხეზე ნილურსმნით და თავისი სიკვდილით დაამარცხა ეშმაკი და რას ნიშნავს ეს? უფალმა იესომ თქვა, რომ მან ჩვენი ცოდვები ყველას, ესე იგი თავის თავზე აიღო, ჩვენი ძველი კაცი ხეზე მიალურსმნა, მოკვდა და აღდგა მკვდრეთით და ახლა ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად და თავის მხსნელად, უკვე ქრისტეში დაბადებულად გამოცხადდება და ესე იგი გათავისუფლდება აი ასე, აი ამგვარად იესო ქრისტესადმი რწმენით მიეტევება ცოდვები და ხელახლა დაბადებულად ზეციდან დაბადებულად გამოცხადდება. სწორედ აი ამ ამბის ქადაგება დაავალა უფალმა იესომ თავის მოციქულებს. მოციქულები წავიდნენ მრავალ სხვადასხვა ქალაქში, მრავალ სხვადასხვა სოფელში და ადამიანებს უქადაგებდნენ აი ამ სასიხარულო ამბავს, აი ამ სახარებას, იესო ქრისტეს სახარებას. აი ამიტომ ქვია სახარება ამ ამბავს, რომ ეს არის გასახარებელი. ჩვენ უფალმა იესომ გვახარა ეს, ესე იგი უფალმა იესომ მოიტანა სახარება ჩვენს გასახარებლად, ჩვენს გამოსახსნელად, ცოდვისგან ჩვენს გამოსახსნელად, ჩვენს გამოსასყიდად. უფალმა იესომ გვითხრა ჩვენ, რომ მან თავისი სისხლით გამოგვისყიდა ცოდვის მონობისაგან. ადამიანს არ შეეძლო თავისი თავის დახსნა, თავისი თავის გათავისუფლება ცოდვისგან, ჩვენ ცოდვაზე ვიყავით მიბმულები, არ შეგვეძლო ჩვენი ძალებით ცოდვისგან გათავისუფლება, ცოდვილი ბუნებისგან გათავისუფლება და ჩვენს გადასარჩენად მოვიდა უფალი იესო და თავისი სიკვდილით და თავისი სისხლის დაღვრით და ასევე თავისი აღდგომით ჩვენ გამოგვიხსნა, ჩვენ გამოგვტაცა, გამოგვილიჯა ამ ცოდვისგან და აი ამრიგად მის დამირწმენით ყველა მის მორწმუნეს იგი ამართლებს, ესე იგი ამართლებს, გამართლება ხდება აი ამით. ჩვენ ვიყავით მტყუნები,
ღმერთთან დაშორებულები ვიყავით, ღმერთთან მტრობაში ვიყავით და უფალმა იესომ მოგცა შესაძლებლობა ღმერთთან შერიგებისა, ღმერთთან მშვიდობისა. და ყველა ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად, თავის მხსნელად, ყველა ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს აი ამ სახარებას, იესო ქრისტეს მოძღვრებას აღიარებს, ირწმუნებს, ესე იგი დაიჯერებს, ყველა ასეთი მორწმუნე გათავისუფლებული იქნება, გათავისუფლებულად ჩაითვლება უკვე ცოდვისგან ახსნილად, ცოდვისგან განცალკევებულად, გაწმინდავებულად ითვლება უკვე და იესო ქრისტეს სული წმინდის მიერ ინათლება იქ, ესე იგი თვითონ უფალი იესო ნათლავს სული წმინდით ასეთ მორწმუნეებს. და აი ეს არის, ესე იგი, აი ეს სასიხარულო ამბავი არის, რაც უფალმა იესომ მოიტანა, თვითონ უფალმა მოიტანა ეს ამბავი და შემდგომ თავის მოციქულებსაც უთხრა, რომ წადითო და გააგებინეთო ეს სახარება ადამიანებს, ეს სახარება ყველა ქმნილებას უკადაგეთო და ვინც ირწმუნებსო, ვინც ირწმუნებსო, იგი აღარ განიკითხებაო ცოდვების გამო და არ მივა სამსჯავროზეო, ხოლო ვინც არ ირწმუნებსო, იგი განიკითხებაო. და ეს არის სასიხარულო ამბავი, ესე იგი ჩვენთვის, რომ ჩვენ გვეღირსა ცოდვისგან გამოხსნა და მე რო ეს გავიგე, დავიჯერე, ვირწმუნე, ესე იგი მადლობას ვუხდი უფალ იესოს, აი ამისათვის, რომ მან მე გამომიხსნა ცოდვისგან. აი ამ ამბის გაგებინება დაავალა უფალმა მის მოციქულებს. ეხლა კონკრეტულად პავლე მოციქული რატომ უწოდებს თავის თავს მამას, როდესაც კორინთოში მცხოვრებ, ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს წერს ასეთ რამეს, რომ თუნდაც მრავალი აღმზრდელი, ესე იგი თუნდაც მრავალი მასწავლებელი ყავდეთო, არ აკავთო, არ გეყოლებათო მრავალი მამაო, ვინაიდან მეგშობეთო თქვენო სახარებითო, ქრისტე იესოში მეგშობეთო სახარებითო და ამიტომ მე ერთადერთი ვარო. რას ნიშნავს ახლა ეს? დაუკვირდეთ აი ამას. ესე იგი, პავლე მოციქული კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს ეუბნება, რომ ესე იგი თქვენ წამდაუწუნ ვიღაცეებს არ უნდა დაუძახოთო მამაო. ნახეთ ახლა საპატრიარქოს ორგანიზაციაში როგორ არის, ხო? ყველა მღვდელი ვინც არის, ეს რიგითი მოსახლეობა ამ მღვდლებს უწოდებს მამაოებს. შეიძლება არც კი იცნობდეს კონკრეტულად რომელიღაცა მღვდელს ქუჩაში შეხვდეს და მამაო დაუძახოს და მამაო მაკურთხეო, ესე უთხრას, ხო? ეს ხო გასაგებია, ახლა აქ საქართველოში ვართ და ეს ჩვენ ვიცით, ხო? ესე იგი, ყველას არ უნდა დაუძახოთო მამაო, არამედ მხოლოდ მე ვარ თქვენი მამა იმ გაგებით, ესე იგი, კაცთა შორისო, მე ვარ თქვენი მამა იმ გაგებით, რომ მე გშობეთ რითო სახარებითო, ქრისტე იესოში სახარებით გშობეთ მეო. ესე იგი, სახარებას აქვს ძალა იმისა, რომ ჩვენ გვშვას, ჩვენ ხელახლა გვშვას. დღეისათვის ქრისტეს სახარების სიტყვები, ქრისტეს სახარება არის ჩაწერილი სად? ბიბლიაში, ხო? ესე იგი, ჩვენ როდესაც დღევანდელ კაცობრიობას, აი დღევანდელ 21 საუკუნეში მცხოვრებ კაცობრიობას, ყველას აბსოლუტურად იგი მეც, აგერ ლუკასაც, აგერ საბასაც, ჭიკაიძეს და ასევე ნებისმიერ სხვა ადამიანს, ყველას ჩვენ სახარების ინფორმაცია მოგვეწოდება მხოლოდ ბიბლიიდან. ესე იგი, სხვა დამოუკიდებელი წყარო დღეისათვის აღარ არსებობს, რომელსაც ღმერთი იყენებს. ესე იგი, ეს ბიბლია მთლიანად არის ღმერთისგან წამოსული საინფორმაციო წყარო, საიდანაც ვგებულობთ იესო ქრისტეს სახარების ამბავს. ესე იგი, პავლე მოციქული
თუ კი პირველ საუკუნეში თავისი ბაგეებით, თავისი ენით გადასცემდა ადამიანებს იესო ქრისტეზე ინფორმაციას, ესე იგი იესო ქრისტეს სახარებაზე ინფორმაციას და ის ადამიანები იჯერებდნენ და ამით ისინი იბადებოდნენ, დღეისათვის იგივე ინფორმაცია, იგივე სახარება ჩაწერილია ბიბლიაში და ბიბლიიდან შეგვიძლია ეს ჩვენ წავიკითხოთ, ვირწმუნოთ, დავიბადოთ აი ამით, გავქრისტიანდეთ და აი ამგვარად ჩვენ დღევანდელობაში უკვე ასე ვთქვათ, მამებს ვეღარავის ვუწოდებთ. იმიტომ რომ თვითონ ბიბლიიდანვე ვიგებთ იესო ქრისტეს ამბავს, იესო ქრისტეს მოძღვრებას, მისი სახარების სიტყვებს. პავლე მოციქული რატომ უწოდებს შვილს ტიმოთეს და ასევე გალატიის მხარეში მცხოვრებ ქრისტიანებსაც უწოდებს შვილებს და ეუბნება მათ წერილში წერს, რომ შვილონო ჩემნობო, რომელთათვისაცო ახლაცო განვიცდიო მშობიარობის ტკივილებსო, ვიდრე თქვენში გამოისახება იესო ქრისტეო. რატომ იყო ესე იგი, რომ პავლე მოციქული შვილებს უწოდებს გალატელებს, ასევე ტიმოთეს და ასევე იგივე ამ კორინთელებსაც, კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებსაც. რატომ იყო ასე? ეს ხო ისეთი კითხვაა, რომ შეიძლება ეხლა ჩვენ დავსვათ, ვინაიდან აგერ ბატონი ლუკა, ახალგაზრდა კაცი, ეყრდნობა აი ამას. მან თქვა, რომ აგერ პავლე მოციქულიო შვილებად მოიხსენიებსო გალატელებსო. რა თქმა უნდა, მისი ეს, ასე ვთქვათ, მისი ასეთი მიდგომა არ არის სწორი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ამას თვითონ ბიბლიავე გაგვარკვევინებს, რაშია საქმე. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ ტიმოთემ საიდან გაიგო პირველად იესო ქრისტეს სახარების ამბავი. ვინ უთხრა მას? ეს გააკეთა პავლე მოციქულმა. ეს ამბავი კონკრეტულად ტიმოთეს და პავლე მოციქულის, ასე ვთქვათ, შეხვედრის ამბავი ჩაწერილია ბიბლიაში, ვინც არ იცით, აგერ იმათ კეთყვით, გადაშალეთ ბიბლიის სარჩევში მოძებნეთ საქმეების წიგნი, საქმეები, ან ასე უნდა ეწეროს, ან მოციქულთა საქმეები. ბიბლიაში, ესე იგი, ხომ არის ჩაწერილი მათეს სახარება, ლუკასი, მარკოზისა, იოანესი, აი ამათ შემდგომ მოდის საქმეების წიგნი, სადაც უკვე ჩაწერილია, რას აკეთებდნენ სულიწმინდით აღსილი მოციქულები ქრისტეს აღდგომის შემდგომ, ესე იგი, რას უქადაგებდნენ ისინი ადამიანებს, როგორ შეასრულეს მათ ქრისტეს ბრძანება, რომ სახარება უნდა ეკადაგათ ყველა ადამიანისთვის, მთელს მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ზუსტად მოციქულთა საქმეების წიგნში არის ეს ამბები ჩაწერილი, ვის უქადაგებდნენ ქრისტეს მოციქულები, რას უქადაგებდნენ და რა საქმეებს აკეთებდა უფალი იესო მათი მეშვეობით. ამავე დროს ამ მოციქულთა საქმეების წიგნში არის ჩაწერილი პავლესა და ტიმოთეს, ასე ვთქვათ, შეხვედრის ამბავიც და ზუსტად ტიმოთემ პავლე მოციქულისაგან მოისმინა იესო ქრისტეს სახარების სიტყვები და ასე ვთქვათ, პავლე იყო მისი პირველი მქადაგებელი, რომელმაც ტიმოთეს უქადაგა იესო ქრისტეს ამბავი. ესე იგი, მან პირადად თავისი ბაგეებით მას ტიმოთეს მიაწოდა იესო ქრისტეს შესახებ ინფორმაცია. ამავე დროს იგივე მოციქულთა საქმეების წიგნში არის მოცემული და ჩაწერილი ასევე ქალაქ კორინთოში მცხოვრებლებს ვინ უკადაგა იესო ქრისტეს სახარება, ასევე კორინთოელებსაც პავლე მოციქულმა უკადაგა სახარება. და აი ამიტომაც არის, რომ პავლე მოციქული
კორინთელებისადმი გაგზავნილ პირველ წერილში ეუბნება მათ, რომ თუნდაცო მრავალი აღმზრდელი ყავდეთო ქრისტეშიო, მამა მრავალი არ აკავთო, ვინაიდან მეგშობეთო თქვენო ქრისტეში მეგშობეთო სახარებითო. ნახეთ, სახარებით გშობეთო, ესე იგი რას ნიშნავს ეს? ესე იგი ეს მამობა პირადად, ასე ვთქვათ, პავლეს კი არ ეკუთვნოდა, არამედ აი სახარებით გშობეთო, რო ეუბნება პავლე მოციქულმა ვისგან მიიღო ეს სახარება? უფლისაგან, ხო? უფალ იესოსაგან. ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება. ესე იგი, კორინთოელმა ქრისტიანებმა პირველად იესო ქრისტეს სახარება მოისმინეს პავლე მოციქულისაგან და ამიტომაც ეუბნება პავლე მოციქული მათ, რომ თუნდაც მრავალი აღმზრდელი ყავდეთ ქრისტეშიო, არ აკავთ მრავალი მამაო, ვინაიდან მეგშობეთო სახარებითო ქრისტე იესოშიო. ეს ახლა რას ნიშნავს? ახლა ამას დავაკვირდეთ რა. არ ვიყოთ ზერელედ მსმენელები და არ ვიყოთ ზერელედ ბიბლიის მკითხველები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კორინთოელი ქრისტიანები არასოდეს უწოდებდნენ მამას, ესე იგი არასოდეს დაუძახებდნენ იოანე მოციქულს, მაგალითად, ხო? ვინაიდან იოანე მოციქულს კორინთოელებისთვის არ უქადაგია სახარება, არამედ იოანე მოციქულმა სხვა ადამიანებს უქადაგა სახარება. და შეიძლება ვთქვათ, რომ იოანე მოციქული აი სხვა ქრისტიანებისთვის იყო მამა, ოღონდ არ იყო მამა, ასე ვთქვათ, კორინთოელი ქრისტიანებისთვის. ეს ახლა მე ამას იმიტომ ვიძახი, რომ საპატრიარქოს ორგანიზაციაში ისია ყველაფერი მოწყობილი, რომ ამ ორგანიზაციის მსმენელები და ამ ორგანიზაციის მრევლი მამას უწოდებს ყველა მღვდელს, ესე იგი მნიშვნელობა არ აქვს ამ მღვდელს იცნობს, არ იცნობს. შეიძლება რომ ქუჩაში სრულიად უცხო მღვდელს შეხვდნენ და უთხრან, რომ აი მამაო მაგურთხეო და ამ დროს არც კი იცოდეს ეს კაცი ვინ არის. რას ნიშნავს ახლა მე ამ პარალელებს, იმიტომ ვავლებ, რომ ვიაზროვნოთ, ასე ვთქვათ, აზროვნება ამოვქოთ და არ ვიღოთ ზერელად ამ საკითხისადმი. ესე იგი, კორინთოელი ქრისტიანები არასოდეს დაუძახებდნენ მამაოს, არასოდეს უწოდებდნენ, თქვათ, იოანე მოციქულს, არასოდეს უწოდებდნენ მამაოს, თქვათ, იაკობს, ასევე არასოდეს უწოდებდნენ მამაოს უფლის ძმას იუდას, მაგალითად, აგერ ბიბლიაში იუდას და იაკობის წერილებიც არის შესული, ხო? არ შეგეშალოთ, ვინც ეს საკითხი არ იცით, არ შეგეშალოთ და არ აგერიოთ იუდა ისკარიოტელში, რომელმაც უფალი გასცა. არ აგერიოთ, ესე იგი. ვინც დამწყებები ხართ და ჯერ არ ხართ ღრმად ჩახედულები ამ საკითხში. ესე იგი, საპატრიარქოს ორგანიზაცია, აი მაგალითად, საბა ჭიკაიძე რო ავიღოთ, ხო? შეიძლება ბევრი ადამიანი საბა ჭიკაიძეს საერთოდ არ იცნობს. მაგრამ არის საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლი. ასეთი ადამიანი საბა ჭიკაიძესაც დაუძახებს მამაოს, რაც ყოვლად გაუმართლებელია ბიბლიის თანახმად. ახლა ჩვენ უნდა დავინტერესდეთ დღევანდელობაში რა ხდება, ხო? იმ დროს პირველ საუკუნეში პირდაპირ ქრისტეს მოციქულები, ქრისტეს სახარების ამბავს პირდაპირ თავისი ბაგეებით, თავისი ენით, სიტყვიერად გადასცემდნენ იმდროინდელ ადამიანებს. ახლა დღეს რა ხდება? დღეს ჩემო საყვარელო მსმენელებო, ხდება ის, რომ აი ეს სასიხარულო ინფორმაცია ჩვენს საყვარელ უფალზე, იესოზე
ჩაწერილი არის ბიბლიაში და პირდაპირ ივანე მოციქული პირდაპირ გვეუბნება ამ ინფორმაციის დაწერის მიზანზე და პირდაპირ ჩვენ მკითხველებს მოგმართავს. პირდაპირ, ესე იგი, დღეს ნებისმიერი ადამიანი, ესე იგი, ეს იქნება ლუკა იქნება, აგერ მე ვიქნები, აგერ საბა ჭიკაიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ჩვენ ყველანი იესო ქრისტეზე ინფორმაციას ვღებულობთ მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიიდან, სხვა წყარო დღევანდელობაში ღმერთისაგან მოცემული სხვა წყარო არ არსებობს. აი ეს არის პირველ წყარო, საიდანაც დღევანდელობაში უფლის იესო ქრისტეს ამბავს ვგებულობთ. პირდაპირ, ესე იგი, ივანე მოციქული პირდაპირ გვწერს ჩვენ მკითხველებს, რომ იესომ, ესე იგი, რას ასწავლებიც მოიმოქმედაო, მანო ეს ყველაფერიო იმიტომ დაიწერაო აქო, რომ თქვენო წამკითხველებმაო ირწმუნოთო, რომ იესო არის მესია, ესე იგი, ღვთისაგან მოვლენილი, ნამდვილად ღვთისაგან მოვლენილი მესია, ქრისტე და ქრისტე ძე ღვთისა და მისდამი მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ესე იგი, ჩვენ რო ვიცოცხლოთ, აი ხლა ამას დავაკვირდეთ, სასიცოცხლოდ არის ეს მოცემული, გესმით? ესე იგი, თქვენ რომ იცოცხლოთო, ამისათვის დაიწერა ეს სახარებაო, ხო? ესე იგი, თქვენ ამას ჩაუკვირდით, ესე იგი, აგერ ბიბლიაში მოძებნეთ ივანეს სახარება, სარჩევში აგერ მოძებნეთ, ვისაც საერთოდ შეხება არ გქონიათ ბიბლიასთან, სარჩევში მოძებნეთ ივანეს სახარება, გადაშალეთ და ივანეს სახარების მე-20 თავის ბოლო მუხლებში წერს ივანე მოციქული. პირდაპირ ჩვენ მკითხველებს მოგმართავს და გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენ მკითხველებმა, წამკითხველებმა ვირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და მორწმუნეებს გქონდეს სიცოცხლე მისი სახელით. ესე იგი, პირველად უფალმა იესომ სახარება იქადაგა, სახარება თვითონ უფალმა მოუტანა ადამიანებს, ეს სახარება, ეს ინფორმაცია გადასცა თავის მოციქულებს, მოციქულებმა ჯერ სიტყვიერად ეს ინფორმაცია გადასცეს იმ დროში მცხოვრებ ადამიანებს და შემდგომ ამისა უკვე წერილობითაც დაწერეს, რომ ეს მომდევნო თაობებისთვის და ჩვენთვისაც 21 საუკუნეში მცხოვრები ადამიანებისთვისაც შემონახულიყო იესო ქრისტეს სახარების ორიგინალი ვერსია. იესოს სახარების ინფორმაციას ჩვენამდეც მოეღწია და პირდაპირ ივანე მოციქული გვეუბნება იმას, რომ ეს ყველაფერი დაიწერა იმისათვის, რომ ჩვენ წამკითხველებმა ვირწმუნოთ იესო ქრისტესი და ამრიგად გვექნება ჩვენ სიცოცხლე მისი სახელით. სასიცოცხლოდ არის. ესე იგი, დღევანდელობაში თუ კი საბა ჭიკაიძესაც, აგერ ახალგაზრდა ლუკასაც და აგერ მეც გიორგი ლაცაბიძესაც ჩვენ ყველას, თქვენს ნებისმიერ ადამიანს ყველას იესო ქრისტეს შესახებ ავთენტური, სწორი, შეურყვნელი და ორიგინალი ინფორმაცია ჩვენ ყველას ერთად მოგვეწოდება ბიბლიიდან, მაშინ ჩვენ ვის უნდა ვუწოდოთ მამა თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. და ვის უნდა უწოდოთ მამა, როდესაც თვითონ ეს საბა ჭიკაიძეს იესო ქრისტეზე ამბავს, გებულობს ბიბლიიდან და მეც. ესე იგი, თუ კი პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ქალაქ კორინთოში მცხოვრებმა ადამიანებმა ქრისტეს სახარებაზე ინფორმაცია პავლე მოციქულისაგან მოისმინეს, უკვე ჩვენ იესო ქრისტეზე ამბავს გებულობთ ბიბლიიდან. ესე იგი, დღეს ვინმე დამოუკიდებელი ადამიანი აღარ არსებობს, ვინც ჩვენ მოგვაწვდის იესო ქრისტეს ამბავს, არამედ ყველა ადამიანისთვის, უკვე დღევანდელობაში ყველა ადამიანისთვის პირველ წყარო არის სწორედ
ბიბლია, საიდანაც ჩვენ ვგებულობთ იესო ქრისტეს ამბავს. ამიტომაც დღევანდელობაში ვერც ბატონი ახალგაზრდა ლუკა, ვერც აგერ ბატონი საბა ჭიკაიძე ვერ გაამართლებენ, ესენი ვერ გაამართლებენ საპატრიარქოს ორგანიზაციის არასწორ სწავლებას ამ მამაოს დაძახებაზე, მამის დაძახებაზე, მათი ლიდერებისთვის ბიბლის აი ამ ფრაგმენტალური, ასე ვთქვათ, ფრაგმენტალური ინფორმაციებზე დაყრდნობით. იმიტომ რომ ამ ინფორმაციებს თუ რატომ უწოდებს შვილს პავლე მოციქული ტიმოთეს, ამას აქვს თავისი კონტექსტი, თავისი ახსნა, განმარტება აქვს თვითონ ბიბლიაშივე და აუცილებელია რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებულები ამა თუ იმ ყალბ განმარტებლებზეც. იგივე ეს ახალგაზრდა კაციც ამ შემთხვევაში ჩვენ გვევლინება ყალბ განმარტებლად და თქვენ და ჩვენ ზოგადად ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ვინაიდან ზუსტად ეშმაკი ჩასაფრებული არის რომ ესე იგი რამენაირად ადამიანებს აურიოს გონება, აურიოს ტვინი დაყოს ფრაგმენტალურად მიაწოდოს ღვთის სიტყვა და ამრიგად უკვე ადამიანებს შეექმნათ არასწორი წარმოდგენები. აგერ ესე იგი ბიბლიაშივე ჩაწერილი არის ძალიან ასე ვთქვათ გასაფრთხილებელი ინფორმაცია ჩვენთვისაც რომ ესე იგი ეშმაკი იყენებდა პეტრეს იმისათვის რომ იესოსთვის გადაეფიქრებინა ხეზე გაკვრა და სიკვდილი. გადაეფიქრებინა იესოსთვის იერუსალიმში სიკვდილი და თვითონ უფალი ამხელს სატანას, როდესაც პეტრეს ეუბნება რომ განმშორდი სატანაო, ვინაიდან შენ ჩემი საცდური ხარო. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, თუ კი პეტრე უნდა ყოფილიყო ფრთხილად აი იმ დროს, რომ ესე იგი სატანის მიერ შემოსული აზრი არ გაეჟღერებინა, ამ შემთხვევაში ჩვენც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა გქონდეს ჩვენს ზერელე მიდგომები, ვინაიდან აგერ ეშმაკი დღესაც დაწერწის როგორც მრთვინავი ლომი და ცდილობს რომ ესე იგი ადამიანებს აურიოს გონება და გადაყლაპოს ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, ეს მეტაფორა არის გამოყენებული ბიბლიაში, რომ ქრისტიანთა მიმართ გამაფრთხილებელი შეგონება არის ბიბლიაში ჩაწერილი, რომ ესე იგი თქვენი მტერიო ეშმაკიო დაწერწის როგორც მრთვინავი ლომიო და ეძებსო ვინ გადაყლაპოსო. და ამ შემთხვევაში ლუკას მე მინდა მოვუწოდო რომ ნუ იქნება ასეთი ზედაპირული, ნუ გააправებს ასე ვთქვათ არასწორი განმარტებებით საპატრიარქოს ორგანიზაციას. საპატრიარქოს ორგანიზაცია არ არის ღვთისაგან დადგენილი, მას მრავალი არასწორი სწავლება აქვს თავის წიაღში, მრავალ არასწორ სწავლებას ავრცელებს. დავიწყებ იქიდან რომ საპატრიარქოს ორგანიზაციის სასარიტუალო მღვდლები, იგივე ტაძრის მღვდლები უფალ იესოს არ დაუდგენია. ამ ტაძრის მღვდლებს არავითარი კავშირი აქვთ ქრისტეს მოციქულთა ხელით სულიწმინდის მიერ დადგენილ ხუცესებთან, ეპისკოპოსებთან და დიაკონებთან, ვინაიდან მათ სულ სხვა უფლება მოვალეობები ჰქონდათ, ისინი არ იყვნენ ტაძრის მსახურები, ისინი არ იყვნენ ტაძრის სარიტუალო მღვდლები, მათ ხელში არ ეჭირათ საცეცხლურები, ისინი საკმეველს არ აკმევდნენ, ისინი მირონს არ ამზადებდნენ. ასევე ეს ხატების თემაც არის, ასე ვთქვათ, არასწორი, იმიტომ რომ ქრისტეს მოციქულები ხატებს არ აკეთებდნენ, ბიბლიაში ამაზე 1 გრამი ინფორმაციაც არ არის მოცემული და ეს, ასე ვთქვათ, ხატთა თაყვანისცემა, ხატების
გაკეთება ხატებისადმი ლოცვაც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის არასწორი სწავლება და ასევე ამ ორგანიზაციას კიდევ სხვა არასწორი სწავლებებიც ახასიათებს და საქმე იმაშია, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია დღეისათვის არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ერთმანეთში ურევს, ასე ვთქვათ, რომელსაც, ესე იგი, საპატრიარქოს ორგანიზაციას ერთმანეთში აქვს არეული, ნახეთ, შერეული ქრისტიანული ელემენტებიც, ძველი აღთქმის დამახინჯებულად გადმოღებული ელემენტებიც და ასევე წარმართული კეპთაყვანისმცემლური ელემენტებიც და რეალურად საპატრიარქოს ორგანიზაცია წარმოადგენს ერთ დიდ, ასე ვთქვათ, ლიბერალურ მიდგომებს რო ეძახიან. ამ გაგებით, ესე იგი, საპატრიარქოს ორგანიზაცია არის ერთი დიდი ლიბერალური ორგანიზაცია, რომელმაც თავის წიაღში შემოიერთა, ესე იგი, ქრისტიანული ელემენტებიც, ძველი აღთქმის ელემენტებიც და ასევე შემოიერთა წარმართული ელემენტებიც. ესე იგი, თან ამას, ასე ვთქვათ, განმარტების სახით ამაზეც ვიტყვი, ესე იგი, რომ რეალურად, ესე იგი, ეს სარიტუალო მღვდლები რომ მყავთ ამათ და საცეცხლურით რომ საკმეველს აკმევენ, ტაძარში რომ მსახურებენ, ეს, ესე იგი, და ასევე მირონსაც რომ ამზადებენ, ეს არის ძველი აღთქმიდან დამახინჯებით აღებული, ვინაიდან ძველი აღთქმის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ლევიან, იგივე აარონიან მღვდლებს ჰქონდათ საცეცხლურის ტარების უფლებაც, საკმევლის კმევის უფლებაც, მირონის მომზადების უფლებაც და ტაძარში მსახურების უფლებაც. და ეს არის უკვე დამახინჯებულად გადმოტანილი საპატრიარქოს ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ამათ მღვდლებს ამის უფლება არ აქვთ, მაგრამ მაინც არის, ესე იგი, გადმოტანილი. ამავე დროს, აგერ იერუსალიმის ტაძარში, როდესაც ჯერ კიდევ ქრისტეს მოღვაწეობის, ესე იგი, ქრისტეს ფიზიკურად მოღვაწეობის პერიოდში ქრისტე ადამიანებს ელაპარაკებოდა, ჯერ კიდევ იმ დროს იერუსალიმის ტაძარი არსებობდა და იმ იერუსალიმის ტაძარში ჯერ კიდევ მსახურებდნენ ის აარონიანი, ლევიანი მღვდლები. და ის ტაძარი იყო მსოფლიოში ერთადერთი და არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ მსოფლიოს სხვა ადგილას აეშენებინა სხვა ტაძარი. ის იყო მხოლოდ ერთადერთი და საპატრიარქოს ორგანიზაცია ამდენ ტაძრებს რო აშენებს, ესეც არის, ასე ვთქვათ, ღმერთის მითითების დარღვევა და ასევე საპატრიარქოს ორგანიზაციას ეს სარიტუალო მღვდლები რომ ყავს და საცეცხლურს რო აკმევინებენ, მირონს რო მოიხმარენ ესენი, ესეც არის ძველი აღთქმიდან, ნახეთ, დამახინჯებულად არის გადმოტანილი, ვინაიდან ჯერ ერთი ის რიტუალები და მღვდლობა გაუქმდა, ესე იგი, უფლის ახალი აღთქმის თანახმად გაუქმდა ლევიანი მღვდლობაც, გაუქმდა მათ მიერ ჩატარებული რიტუალებიც და გაუქმდა, ესე იგი, ეს საცეცხლურის ტარება, საკმევლის კმევა, საკმევლის მომზადება, მირონის მოხმარება, მირონის მომზადება, ეს ყველაფერი გაუქმდა და ახალი აღთქმის ეპოქაში უკვე ეს ყველაფერი აღარ გამოიყენება. ეხლა დღევანდელ ეპოქაში ეს ყველაფერი უკვე აღარ გამოიყენება. თუმცა საპატრიარქოს ორგანიზაციამ ძველი აღთქმიდან დამახინჯებულად ეს მოიპარა, ასე ვთქვათ, და ეხლა საპატრიარქოს ორგანიზაციას ყავს სარიტუალო მღვდლები, რომლებიც ატარებენ ამ რიტუალებს. რიტუალი არის ეს საცეცხლურში რო ჩადებენ ცეცხლს და საკმეველს და ამას რომ მღვდელი ესე რო აქნევს და ესე აქნევს და ბოლი რო აზდის.
საკმეულის კვამლით რო ივსება ხოლმე მთელი ტაძარი, ხო? აი ეს არის, ესე იგი, ეს რიტუალი არის გაუქმებული და უფალმა იესომ ახალი სამღვდელო სარიტუალო სისტემა აღარ დაადგინა. ესე იგი, საპატრიარქოს ორგანიზაციას ძველი აღთქმიდანაც თან დამახინჯებულად აქვს მთელი რიგი რაღაცები მოპარული. ამავე დროს ახალი აღთქმიდანაც დამახინჯებით ბევრ რამეს იღებს, ასე ვთქვათ, სარგებლობს. და ამავე დროს ბევრ, ესე იგი, საპატრიარქოს ორგანიზაცია ამავე დროს სწორ რაღაცეებსაც ლაპარაკობს, გარკვეულ საკითხებს სწორადაც განმარტავს, მაგრამ გარკვეულ საკითხებს არასწორად განმარტავს და აი ეს აქვს, ესე იგი, შერეული აქვს, ისეც არის და ასეც არის. ამავე დროს საპატრიარქოს ორგანიზაციას თავის წიაღში აქვს შერეული ეს წარმართული წარმოდგენები. რას ნიშნავს ეს? აი ეს ხატებისადმი თაყვანისცემა და ხატებისადმი ლოცვა არის წარმართული, ესე იგი, არაქრისტიანული, ღმერთი ყოველთვის კრძალავდა ხატების გაკეთებას და ხატებისადმი ლოცვას და ასევე ხატებისადმი მსახურებას. რას ნიშნავს ეს? აი ახლა ამას დააგვირდით. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მაგალითად, როდესაც ადამიანი ხატს უნთებს სანთელს, აი ეს არის ხატის მიმართ მსახურება. როდესაც ადამიანი ხატის წინ დგავს სასაკმეულეს და საკმეველს უკმევს, აი ესეც არის ხატის მიმართ მსახურება. როდესაც ადამიანი ხატის მიმართ ლოცულობს, აი ესეც არის, აი ნახეთ, ეს არის ღმერთის მიმართ ღალატი და ამ ხატთან მრუშობა. ესე იგი, თუ ამას აკეთებ, შენ ამით ღმერთს ღალატობ, ვინაიდან შენ ღმერთის წინაშე კი არ ლოცულობ, არამედ ლოცულობ ხატის წინაშე და ფაქტიურად აი ეს არის უკვე სულიერი მრუშობა, შენ ღმერთს აი ამით ღალატობ. ესე იგი, ჯერ კიდევ მოსეს პერიოდში, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 15 საუკუნით ადრე, ასე ვთქვათ, მიახლოებით, ჯერ კიდევ მოსეს მოღვაწეობის პერიოდში ღმერთმა ძალიან მკაცრი მითითება მისცა ადამიანებს, რომ არ გააკეთოთო ხატიო იმისაო, რაცო არისო, ესე იგი, ცაში რაც დაფრინავსო, სხვაში რაც დაცურავსო და რაც მიწაზე დახოხავსო, არ ემსახუროთო მასო, არც მასო თაყვანიო და აი ეს მითითება ჯერ კიდევ იმ დროს იქნა დადებული და უკვე ახალ აღთქმაშიც აიყურეთ, როდესაც პავლე მოციქული ქალაქ რომში მყოფ ქრისტიანებს წერს, ამ წერილში პირველივე თავში პავლე მოციქული აკრიტიკებს წარმართებს და ამბობს, რომ მათო ამ წარმართებსო თავიანთი თავებიო ბრძენებათ მოჰქონდათო და უგუნურებად იქცნენო და უხრწნელი ღმერთის დიდებაო გაცვალესო ხრწნადი ადამიანის ხატებაშო, აი ამ გამოსახულებებში, ესე იგი, იმ დროს მრავალი გამოსახულება არსებობდა, რომლებსაც იყენებდნენ რელიგიური ნიშნით. და ეხლა მე მინდა ერთი პატარა ვიდეო გაჩვენოთ, სადაც აღწერილია იგივე წარმართული, ასე ვთქვათ, გამოსახულებები ინდოეთში, აი მაგალითად, აი აქ საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციას და მის მრევლს თუ კი აქვთ ხატები, რომლებიც უკავშირდება ვითომ და უფალს იესოს ან რომელიმე სხვა გარდაცვლილ ადამიანს, ამა სამაგიეროდ აგერ ინდოეთში, იგივე ამ ტრანსპორტში აქვთ ხოლმე გამოკრული კრიშნას ხატები. აი ხა უყურეთ ამას, სანამ ამ ვიდეოს გაჩვენებთ. აი ერთ რამეს დავაკვირდეთ ეხლა ჩვენ.
სატრანსპორტო საშუალებებში მრავალ სხვადასხვა სამარშრუტო ტაქსში ჩვენ გვინახავს მძღოლებს ხატები, რომ აქვთ ესე მიკრული ავტობუსებში იქნება ეს თუ ასე ვთქვათ, მარშრუტკებში იქნება. ზუსტად აი ასე ხატები აქვთ მიკრული ინდოეთში მცხოვრებ ტაქსის მძღოლებსაც. და ეს ვიდეო შემთხვევით ვნახე მე ერთ-ერთი იუთუბერის მიერ ჩაწერილი გადაცემიდან, რომელიც იმყოფებოდა ინდოეთში, მისი სახელია კაკო და აი მისი ვიდეოდან შემთხვევით ვნახე ეს და მინდა რომ აი ეს ფრაგმენტი მოგასმენინოთ, ასე ვთქვათ, გაყურებინოთ და შემდგომ გავაგრძელებთ ჩემს საუბარს. ეხა იწყება. არ დავიწყება. Yeah. This pressure slowly. Then what collect this one gear? And what is whip? Accelerator. Oh, okay. Okay. You can try. Good luck. Wish you all the best. Okay. ჩვენთვის ცნობილი არის ის, რომ ინდოეთი არის ძალიან, ასე ვთქვათ, ძველი ქვეყანა, ძველი ხალხია ეს ინდოელები, ასე ვთქვათ. და უნდა ვთქვათ ის, რომ პავლე მოციქული, როდესაც წარმართებს, აკრიტიკებს ამ ხატების გამო, უნდა ითქვას ეს, რომ ინდური რელიგია, ასე ვთქვათ, ეს კრიშნაიზმი და ეს ხატომანია, ასე ვთქვათ, მათი ძველი რელიგიური ასე ვთქვათ, სწავლებაა და ეს არ არის 21 საუკუნეში დანერგილი. ესე იგი, როდესაც უფალმა ჯერ კიდევ მოსეს და იმდროინდელ ადამიანებს უთხრა, რომ არ გაეკეთებინათ ხატები, ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ იმ დროში მცხოვრებ ადამიანებს უკვე ჰქონდათ ეს არასწორი წარმოდგენები ღმერთისადმი და ისინი აკეთებდნენ სხვადასხვა გამოსახულებებს, სხვადასხვა სურათებს, სხვადასხვა ნახატებს და მათ ეთაყვანებოდნენ. ამავე დროს ჰქონდათ მათ ქანდაკებებიც და იმ ქანდაკებებსაც ეთაყვანებოდნენ და იმ ქანდაკებებსაც ემსახურებოდნენ. და ინდოელებიც არ არიან გამონაკლისები, ესე იგი, ძველთაგანვე ინდოელებსაც როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, მათაც ალბათ ჰქონდათ ეს ხატებიც, ხო და აი ამიტომაც არის, რომ დღევანდელობაში ინდოელებს აქვთ ეს ხატები კრიშნას გამოსახულებით. მაგალითად, ეხლა ვინიც ეხლა კრიშნა როგორ გამოიყურებოდა, ეს კრიშნა იყო ნამდვილად ისტორიული პიროვნება და ამას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა ეხლა თქვენი გონება დავამიზნო აი აქეთკენ, ესე იგი, რომ წარმართები ღმერთს უჯანყდებოდნენ აი ამაში, ისინი ჯიუტად აკეთებდნენ და ხატავდნენ აი ამ სურათებს და აი ამ სურათებს ეთაყვანებოდნენ და აი ამ სურათებს ემსახურებოდნენ. და აი ეს დამახინჯებული წარმოდგენა საპატრიარქოს ორგანიზაციამ თავის წიაღშიც შემოიტანა, შეიერთა, გააერთიანა და აი ესეთი აჯაფსანდალი შესთავაზა ადამიანებს და აი ასეთ აჯაფსანდალს დაარქვა მან მართლ მადიდებლობა. რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, ეს არ არის მართლმადიდებლობა, ეს არ არის ქრისტიანობა, ვინაიდან ეს არის კერპთაყვანის მცემლობა და ამას არაფერი აქვს საერთოდ ჩვენს უფალთან მართალ იესო ქრისტესთან და მის კანდიდებასთან. სულ ეს იყო ამჟამად რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. მადლობა მოსმენისათვის. პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ აიაგერ მის წერილს გვამეცნებინებს, ვინც ვიმეცნებთ. მადლობა უფალს იმისათვის, რომ მოგცა შესაძლებლობა მისი წერილის შესწავლისა, რათა არ დავჩენილიყავით აი სიბნელეში
რას რომელ სიბნელესაც ეწოდება ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობა და ასევე ღვთის არმცნობობა, ესე იგი ღმერთმა თავისი წერილის მეშვეობით ჩვენ მოგცა შესაძლებლობა მის ნათელს ვეზიარებოდეთ და მის მორჩილებაში ვიყოთ.